ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს თამარ გორხევაშვილი გაგაცნობთ. ახლა კი ვნახოთ ანონსი. რუსთავი ორს დროებითი ახალი მმართველები ჰყავს, პოლიტიკური თუ სამართლებრივი დავა, რას ფიქრობენ საკითხზე გურჯაანელები. რა იქიგეთი ასეთი გასაყოფი ერთ ვერ გამიგი. ძალიან ცუდად ვაფასებთ. არის თუ არა საქართველოს ღვინის სამშობლო? NASA ქართული ვაზის ფესვების წარმოშობის სათავეებს სწავლობს. რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ღვინის სამშობლოდ, შესაძლო აღიარება და როგორ აფასებენ ამას ვაზისა და ღვინის კუთხეში. ქართული ღვინის ფესვებს უფრო გაიტანს მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ არ ყოფილა. ქართული ღვინის ფენომენის შესწავლა რაც მეც არ შესძენს მსოფლიო პრაქტიკას და მსოფლიო მეღვინეობას, არაფერს არ დააკარგვინეთ. ყველას დავიფიცამ ჩემსაც, რომ მე სულ სიცივეში ვარ. 1 საათით ანთებული ღუმელი და ეკონომიურად დამწვარი შეშა. მოსახლეობა სათბობი მასალის დამარაგებას ვერ ახერხებს. როგორ ხვდებიან ზამთარს სოციალურად დაუცველები. რუავანთო რა ით გადავიხადო გენაცვა. ოდესადა გვქშულეში რა სიცივეში ვზივარ. იუსტიციის მინისტრმა თელავში საქართველოს რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი გამოფენა გახსნა. ეს არის გამოფენა შემდგარი ექსპონატებისგან, რომელსაც ინახავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე კახაც აბაძე გურჯაანს ეწვია. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, რომ ასეთი ლამაზი საღამო მოგვიწეს. საღამო მშვიდობისა. ტელეკომპანია რუსთავი ორს დროებითი ახალი მმართველები ჰყავს. კომპანიას რევა საყევარიშვილი და დავით დვალი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე თამაზ უთმელიძემ მიიღო. საკითხს დღეს აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. რუსთავი ორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან გურჯაანშიც. პოლიტიკური თუ სამართლებრივი დავა, რას ფიქრობს საზოგადოება მიმდინარე პროცესებზე, გიორგი ბაღანაშვილმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსახლეობა გამოგითხრა. პოლიტიკური ალბათ რა. ცალსახად სამართლებრივი. არ არის სამართლებრივი, ძალიან ცუდად ვაფასებთ. რატო ვფიქრობ? ყველა მასე ვხედავთ, რა ხდება. და ძალიან ცხის. სამართლებრივი. რატო ფიქრობთ ასე? ეს ვფიქრობ, რომ ეს არის კერძო დავა, ელემენტარულად, კი. იმიტომ რომ სხვა ტელევიზიათა თუ ეხლა როგორც საომერო პოლიტიკურია, იმიტომ რომ კრიტიკის დამოა, სხვა ტელევიზიაც არანაკლებ აკრიტიკებენ, ახლა რატო იქ არ ხდება? სიმართლე გითხრათ, არც მე ვარ დადებითად განწყობილი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რა ვიცი, ფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. ნამდვილად პოლიტიკურია. რატო ფიქრობთ ესე? ესე ვფიქრობ, რა ვიცი, მე რომ ნამდვილად პოლიტიკურია ეს ამბავი. იმიტომ რომ ვიღაცამ ხო უნდა მოგვაწოდოს სიმართლე არა. არ გვაწოდიან არავინ სიმართლეს. მაგას უნდა შვილო, შალაშინის გატარება. რუსთავი ორი ძალიან სამართლიანია და ძალიან კაი მსჯელობა აქვს. სამართლებრივია და რუსთავი ორი მე რო ვიყო სუგავა უქმები. რატო? იმიტომ რომ არის ცალპიროვნული ცალსახა. მეტილეების საქმეა და არა პოლიტიკური. და თვითონ მეტილება უნდა გადაწყვეტონ. ალბათ პოლიტიკური უფროა ჩემი აზრით. რატო ფიქრობთ ასე? ყველა მხრიდან ის არის შემოტევები. რა იქიგეთი ასეთი გასაყოფი ერთ ვერ გამიგი. როგორ ვითარდებოდა მოვლენები დედაქალაქში? თემას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენების მიმოხილვისას დავუბრუნდებით. ახლა კი რეგიონის ამბები. საქართველოს რომ ღვინის სამშობლო ამაზე ქართველებს ეჭვიც არ ეპარება, თუმცა საკითხს მეცნიერული დასაბუთება სჭირდება. ქართული ვაზის ფესვების წარმოშობის სათავეების შესასწავლად NASA-ს ლაბორატორიაში მეცნიერები კვლევას ატარებენ და არის თუ არა საქართველოს ღვინის სამშობლო, ამის შესახებ დეკემბერში შევიტყობთ. რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ღვინის სამშობლოდ შესაძლო აღიარება და როგორ აფასებენ ამას? ვაზისა და ღვინის მხარეში თემას ვერა იაშვილი განაგრძობს. საქართველოს რომ ვაზის და ღვინის ქვეყანა ეს ყველა ქართველმა იცის, თუმცა ამის შესახებ მსოფლიოც სულ მალე გაიგებს. ამერიკელმა მეცნიერებმა ღვინის ფესვების შესწავლა უკვე დაიწყეს. ქართული ვაზის ფესვების წარმოშობის სათავეების შესასწავლად ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს NASA-ს ლაბორატორიაში მეცნიერები კვლევას ატარებენ. საქართველოს რომ ღვინის სამშობლოა, მეცნიერულად ეს შესაძლოა დეკემბერში დადასტურდეს. პროექტზე მუშაობა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო. მათი ინფორმაციით ეს კვლევა ქართული ღვინისა და ვაზის მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად გაზრდის. სახოთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მევენახეობა ვალისა და ღვინის ისტორიის და კულტურის კვლევას და მის წარმოჩენებას. მთავარი სამუშაო არის
იგივე ის არტეფაქტები და აღმოჩენილია საქართველოში მოხდეს მათი დათარიღება და უკვე დათარიღებული ინფორმაციების ზოგადად ინფორმაციის გაზუსტება და უფრო მეტად გავცობა სამეცნიერო საკითხებში, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ საქართველო გახლავთ ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი უძველესი ქვეყანა ღვინის წარმოადგენად. საქართველოს ღვინის სამშობლოდ მეცნიერულ დადასტურებას ველისციხელი მეღვინეები პოზიტიურად ხვდებიან. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობის მენეჯერის ვანო მეპურიშვილის ინფორმაციით, ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ღვინის ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე რეალიზაციას. კახური ქვევრის ღვინის უნიკალურობასა და მისი შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ მეღვინე ზურა ბეროზაშვილი და მარანი ნუმისის ხელმძღვანელი ნუნუ კარდენახიშვილიც. მივესალმებით იმას, რომ დაიწყო მეცნიერებმა ქართული ღვინის შესწავლა. Რა თქმა უნდა, ჩვენი ღვინო გადის 15 რესპუბლიკაში და იმატება ყოველ წელიწადს კიდევ სხვადასხვა რესპუბლიკა და ევროპის დონეზე გავიდა ჩვენი ღვინოები, მაგრამ უკეთესია და უფრო კარგია, რაც უფრო მეტად შეისწავლიან და რაც უფრო მსოფლიო გაიცნობს ჩვენს ღვინოებს და ასევე განსაკუთრებით კიდევ ქვევრის ღვინო, რომელმაც დიდი აღიარება და პოპულარიზაცია მოუტანა საქართველოს. აუცილებელია რომ სოფლიო გაეცნოს ამ უნიკალურ ტექნოლოგიას, რაც არის უძველესი ქართული ტექნოლოგია კახური ღვინის დაყენების. ჩვენ ქართველები მე ზოგადად ვამბობ, დარწმუნებულები ვართ ყველანი იმაში, რომ ქართული ღვინის ფენომენის შესწავლა, რაც მეც არ შესძენს მსოფლიო პრაქტიკას და მსოფლიო მეღვინეობას, არაფერს არ დააკარგვინებს. პირიქით, გაცილებით მეც გაიგებს მსოფლიო მეცნიერება მის შესახებ და ამდენად წარმოჩინდება ქართული ღვინო როგორც ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური. რა თქმა უნდა, რომ ეს პოპულარიზაციასაც გაზდის ქართული ღვინისასაც და მანამდეც აღიარებული ხომ იყო ღვინის აკნად საქართველოს, მხოლოდ ფრანგები არ იზიარებდნენ და ენოთეკის მუზეუმში ლონდონში ქართული სტენდით იხსნება ღვინის გამოფენა. რა თქმა უნდა, ამ საკითხებში როცა სხვა ქვეყნებიც ერთვებიან და ასეთი დიდი ქვეყანა როგორიც ამერიკა მე მოხარული ვარ და ეჭიც არ მეპარება რომ ეს ქართულ კულტურას, ქართული ღვინის ფესვებს უფრო გაიტანს მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ არ ყოფილა და პოპულარიზაციაც გაიზრდება. ქართული ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება. კახური ქვევრის ღვინით უკვე ჩინური ბაზარიც დაინტერესდა. წამყვანი მეცნიერების ამ კვლევის დადასტურების შემთხვევაში კი მსოფლიო ღვინის სამშობლოს სტატუსით გაიცნობს საქართველოს. ერთი საათით ანთებული ღუმელი და სიცივეში გალეული დღე. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ფინანსური პრობლემების გამო სათბობი მასალის მომარაგებას ვერ ახერხებს, ამიტომ იძულებული არიან შეშა ეკონომიურად დაწვან. არანაკლები ხარჯი აქვს ბუნებრივ აირსაც. დღეს მათი პრეტენზიები ეთერ-თეთრაძე მოისმინა. 1 ნოემბრიდან ზამთრის სეზონი დაიწყო, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას ფინანსების არ ქონის გამო სათბობი მასალა ჯერ კიდევ არ მოუმარაგებია. ოდესადა გვაქვს და სიცივეში ვზივარ. აბა შეშა ვინ მომცა პირებით აიყიდიან 100 ლარი ღირს. პირი. და ბასადა მაგ 100 ლარი რო ვიყიდო. ვიჭირს და ჯერ არ მოგვიტანია. ძვირია შეშა ვერ ვყიდულობთ და ბუნებრივი აირით რომ გავთმეთ, ისიც ძვირია. არ ვიცი როგორ არ გაიყიდება, ვისაც ფული აქვს და ვისაც არ აქვს. ვარ სიცივეში ჯერჯერობით. აბა ვერ კილანთებ რომ არა მაგადასახადის ფული და ისევ მირჩენია რომ სიცივეში ვიყო. 77 წლის მარტოხელა მოხუცმა პენსიით შეშა ვერ იყიდა, ამიტომ მთელი დღე სიცივეშია. საღამოს კი 1 საათით ბუნებრივ აირზე მომუშავე ღუმელს ანთებს. იცის რომ თუ დღეში 2 კუბზე მეც დახარჯავს, გადასახადს ვეღარ გადაიხდის, რადგან სოციალური დახმარება მაღალი ქულების გამო მოუხსნეს. აი ესე ვარ სიცივეში. აქამდე შეშის ფეჩი მედგა, კრეფავდი ჩხრიმლებს, მე ავიღე გაზი. ეხლა რომ შემიწყვიტეს კიდე ამასაც ვეღარ ვანთებ. რო ავანთო, რით გადავიხადო გენაცვალ. გადააცდენ რიცხვსა და უკვე მოვლენ და ჩაგიჭრიან. უკიდურესად თავარშვილო, როგორ გავიტანო ზამთარი, მეც არ ვიცი. აი რა გზას დავადგე. 75 წლის ნანული მინდორაშვილი სოციალურად დაუცველია, მან პენსიიდან დაზოგილი 20 ლარით შეშა იყიდა. მართალია ეკონომიურად წოვს, მაგრამ ის მხოლოდ 3 დღეღა ეყოფა. შეშის ყიდვა კიდევ რომ შეძლოს, კვლავ პენსიიდან ან დახმარების თანხიდან უნდა გააკეთოს დანაზოგი. ამ დახმარებიდან და პენსიიდან იძულებული ვართ დანაზოგი გავაკეთოთ, ყველანაირი ეკონომია გავწიოთ, რომ შეშის ფული შევაქუჩოთ. 1-20 ლარი მაინც რომ ვიყიდოთ კიდე საკმარისი შეშა. ან არც აგვაქვს პური
რომ ისე უფრო შეშეთვინა და ვფიქრობ, რომ ზამთარი კარგია მოსული. გურჯაანის სატყეო სამსახურის უფროსის ინფორმაციით წელს 50-მდე ტყე კაფეა გამოყოფილი. შეშის გამოტანა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვინც ბილეთს ლიბერთი ბანკში იყიდის. მისი განცხადებით წელს გურჯაანის რაიონისთვის სულ 20,000 კუბი შეშაა გამოყოფილი. მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი გამოფენა საქართველოს რესპუბლიკის შესახებ. ღონისძიება, რომელიც თელავის რეგიონულ არქივში გაიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. გამოფენაზე წარდგენილია 1918-1921 წლების ამსახველი საარქივო მასალა და მათ შორის ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი. თელავში ექსპოზიცია 6-დან 20 ნოემბრამდე ჩვენ დღეს იქნება თელავში ჩამოვიტანეთ ის გამოფენა, რომელიც თბილის და თბილისელ მოსწავლეებს, თბილისელებს მასპინძლობდა ცისფერ გალერეაში რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს არის გამოფენა შემდგარი ექსპონატებისგან, რომელსაც ინახავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი. ეროვნულ არქივში ჩვენ ვიცავთ ჩვენი პირველი რესპუბლიკის, ჩვენი დამფუძნებელი დემოკრატი მამების მიერ შექმნილ დოკუმენტებს. გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებას დღეს კომპოზიტორთა კავშირი თავმჯდომარე კახა ცაბაძე ეწვია და სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეების კონცერტს დაესწრო. საღამოზე ბავშვებმა კახა ცაბაძის სიმღერები იღერეს. პატარა შემსრულებლების შემდეგ კომპოზიტორმა რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა. საღამოს დასრულების შემდეგ კახა ცაბაძემ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ეს ერთ-ერთი უჩვეულო დღე არის სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში, ვინაიდან ჩვენ ვხვდებით ცნობილ კომპოზიტორს კახა ცაბაძეს, ცნობილი გოგი ცაბაძის მემკვიდრეს და ეს მრავალმხრივად არის საინტერესო და საციხარულო, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი გაერთიანების მოსწავლეები ასრულებენ სიმღერებს, მხოლოდ და მხოლოდ კახაც სიმღერები შესრულდება. ყველა შემოქმედისთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც მისი ნაწარმოებები სრულდება, მაგრამ განსაკუთრებულია ბავშვებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ბავშვს სულ ვამბობ, რომ თუ არ მოწონს, ვერც ამღერებ, ვერც დააკვრევინებ, ვერც ლექსს ათქმევინებ და საჭმელსაც კი ვერ აჭმევ თუ არ მოწონს. ასე რომ ამათი დამოკიდებულება ეს არის ყველაზე ხალასი. კვირას 8 ნოემბერს ყვარელში ილიაობა გაიმართება. ღონისძიებები დილის 10 საათიდან ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმიდან დაიწყება, სადაც მოეწყობა მე-5 საუკუნით დათარიღებული დოლოჭოპის ბაზილიკის არქეოლოგიური აღმოჩენის პრეზენტაცია და გაიმართება კონცერტი. ყვარელში ჩასულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ქალაქის ცენტრში განლაგებულ ფაცხებში ტრადიციული კახური კერძებიც დააგემოვნონ. ასევე დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. გურჯაანის სპორტ სკოლაში დღეს ტურნირი ჩატარდა მინიფეხბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი ადგილობრივი თვითმმართველობაა. შეჯიბრებები მომავალში სხვა სპორტულ თამაშებშიც გაიმართება. დღეს კი გამარჯვებულ მოთამაშეებს მედლები, სიგელები და ფასიანი პრიზები გადაეცათ. ეს არის მოსწავლეთა საშემოდგომო სასკოლო სპარტაკიადის ფარგლებში. გარდა მინიფეხბურთისა შეჯიბრებები კიდევ გაიმართება ფრენბურთში, 11-ში ფინალები გვაქვს, ჭადრაკში, მკლავჭიდში და კალათბურთში. გამარჯვებულებისთვის გვაქვს პრიზები, ეს არის მედლები, სიგელები, ასევე ფეხბურთის ბურთები. კარგად თამაშობენ, შესანიშნავი ბავშვები ძალიან ერთობიან, ძალიან ღირსშესანიშნავი. ხშირად რო ჩატარდეს ესეთი რამები უფრო გაინტერესებს და გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსთავი-ორთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია რუსთავი-ორის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და კაფეო და ნათლად დავაფიქსირო ხელისუფლების პოზიცია. ტელეკომპანია რუსთავი-ორთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა. ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. ჩვენი ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემო შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული
სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და მით უფრო მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ჩავაბარეთ ისტორიას. ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და სადაც ამ თემით სპეკულირების უფლება არავის აქვს. ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ ყველამ უნდა უზრუნველყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის. დღეს ქიბარ-ხალვაშმა ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელებთან დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს ბოლო ინსტანცია რუსთავი ორს ქიბარ-ხალვაშს მიაკუთვნებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს საკუთარი წილის ნახევარს დაუთმობს. მისი თქმით, კომპანიის მმართველობაში ის მონაწილეობას არ მიიღებს, რათა მიკერძოებაში არ ჩაეთვალოს. ხალვაშის ადვოკატმა კი სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე განმარტებები გააკეთა. ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლის მეთოდთან, რომელიც ყველაფერს მიითვისებდა ტერორით, ძალადობით და შანტაჟით. ჩვენ მიმართეთ ცივილიზებულ ფორმას, დავის ცივილიზებულ ფორმას მიმართეთ სასამართლოს. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამოიტანა განაჩენი ჩემს სასარგებლოდ, რაც და მინდა ჩვენ მინდა აგიხსნათ და მოხსნა ყველა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება რუსთავი 2, როდესაც გადმოვა ჩვენ საბოლოოდ გადმოვა ჩვენს საკუთრებაში. თუ სასამართლო ბოლოს დაადგენს, რომ ეს მე მეკუთვნის, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს უთმობ ჩემს ნახევარს წილის. თვითონ დათო და ჯარჯი არიან კომპანიის საწყისებიდან, მაგათი გაკეთებულია. მე შეიძლება ვიღაცამ მიკერძოებულობა მიმოთვალოს აქედან გამომდინარე. მე კომპანიაში მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ, ჟურნალისტიკა იქნება თავისუფალი ჩემსგან, ჩემს ზემოქმედებისგან და ამ საქმიანობას წარმართავენ პროფესიონალები, ისეთი როგორც დათოა და ისეთი როგორც რეზოა. იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია რეალურად იმართება მესამე პირებისაგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს კომპანიასთან. დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებებს იმ პირებისაგან, რომელსაც ამის უფლება არ აქვს, არც სამართლებრივად და არც სხვა რაიმე სახით. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მოგვეთხოვა სასამართლოსთვის სასამართლოს გადაწყვეტილების ახსრულების უზრუნველყოფა. ეს არ არის დაუყოვნებლივ ახსრულება, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, აშკარა მცდელობა საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანისა და კერძოდ გეტყვით რატომ. ჩვენ სასამართლოს მიმართეთ არა დაუყოვნებლივ ახსრულების მოთხოვნით, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262 მუხლის ნაწილის მოქმედება, რომელიც გწალავდა განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ახსრულებას. თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს და კერძოდ კი 271 მუხლი ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია მოხდეს გადაწყვეტილების ახსრულების უზრუნველყოფა. ანუ იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც ჯერ არ არის მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. რუსთავი 2 წილების დაბრუნების შემთხვევაში ტელეკომპანიის ერთ-ერთი ყოფილი მეწილე ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ კომპანიის თავდაპირველი დევიზი ჩვენი ტელევიზია, თქვენი ტელევიზია აღდგება და რუსთავი 2 არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ საზოგადოებისაც იქნება. მისი თქმით, ქიბარ-ხალვაშთან ერთად პრინციპულად 3 პუნქტზე შეთანხმდნენ, რომელიც განუხრელად ყველამ უნდა შეასრულოს. პირველი პუნქტი ეს არის, რომ ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლოს, ისე ოპოზიციურს. და საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგად საკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით. მეორე, ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების განვითარებისას, იქნება ობიექტური, კრიტიკული ინფორმაცია, იქნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა. იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა.
მესამე, ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, ამ პარტიების შემოწირულობით და პოლიტიკური დაკვეთებით. ბუნებრივია აქ არის გულისხმება ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, წინასაარჩევნო. ტელეკომპანია იარსებობს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება სწორედ ტელევიზიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტი. რუსთავიორის დროებით მმართველად დანიშნული რევას საყევარიშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართავს და აცხადებს, რომ არხზე რეორგანიზაცია არ იგეგმება, ტელევიზიიდან არავის გაუშვებენ, თუ ეს მათი პირადი არჩევანი არ იქნება. საყევარიშვილის თქმით, რუსთავიორში კრიტიკული აზრი არ ჩაკვდება და ის კვლავ რეიტინგული იქნება. ტელეკომპანიის თანამშრომლებთან დაკავშირებით კომენტარი ქიბარ ხალვაშმაც გააკეთა. მე მინდა ყველას უთხრა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. არც ერთი ადამიანი რუსთავიორს არ დატოვებს, ბუნებრივია თუ ეს არ იქნება მისი პირადი არჩევანი და რასაკვირველია თუ ეს არ იქნება რაღაც იმ პრინციპებთან კონფლიქტში მოსვლა, რომელიც საზოგადოდ არის აღიარებული როგორც ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ყველა ასე ვთქვათ ობიექტური ტელევიზია უნდა იცავდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ამას არაფერი ხელს არ შეუშლის და მე ვთვლი, რომ რუსთავიორი, რომელიც დღეს არის ნომერ პირველი ტელევიზია, რეიტინგებით ყველაზე რეიტინგული ტელევიზია, ამ ადგილს აუცილებლად შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაიზრიერებს. შევეცდებით, რომ ჟურნალისტების მაქსიმუმი ყველა შენარჩუნდეს იქა, იმიტომ რომ ეს არ შეეხოს სარედაქციო პოლიტიკას. და ვინმე არ თქვას, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ სააკაშვილის დაცვის სამსახურის ყველა სპეცრაზმელი თუ მის ქუდის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დღეს დაცვაშია მობილიზებული, ყველა შეინარჩუნებს. მაგის პირობას ნამდვილად არ მოგცემ და ყველას თანდასწრებ. ჟურნალისტებს არავინ არ შეეხება, ყველა ნებისმიერ იმუშავებს და გააგრძელებს თავის თანამშრომლობას. ექნება ძალიან მისაღები მაღალი ხელფასი. დღეს დილიდან რუსთავიორის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ტელეკომპანიას სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ცდილობს. რუსთავიორთან დაკავშირებით განცხადებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც გააკეთეს. ქიბარ ხალვაში თუ სხვა ვინმე, მათ შორის საქართველოს მთავრობის წევრები არიან მომსახურე პერსონალები ამ არაფორმალური მმართველის ხელში. შესაბამისად არის ერთადერთი გზა, რომელიც უფლებაც აქვს ხალხს, ეს არის მშვიდობიანი წინააღმდეგობა, რომელიც უნდა გაუწიონ უზურპატორს. ვინ არის ხალვაში, ვინ არის დვალი, ვინ არის აქიმიძე, ვინ არის საყევარიშვილი, ბიძინა ივანიშვილის მონები, რაზე ვლაპარაკოთ, მათზე რატო უნდა ვილაპარაკოს საერთოდ. ერთი რამე ვიცით ყველა, რომ აქ არ დგას რუსთავიორის საკუთრების საკითხი. აქ არ დგას საკითხი, რომ რუსთავიორმა არ ილაპარაკოს ის, რისი მოსმენაც ივანიშვილს არ უნდა. მთელი საკითხი განხილვა იქნება ეს თუ რაც არის, რუსთავიორის ფარგლებს გაცდა ყველაზე გვიან გუშინ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ამოცანა არის ახლა დავიცვათ ძალიან პრინციპული, ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი პრინციპები, როგორიც არის არამხოლოდ სიტყვის თავისუფლება, არამედ როგორც არის კანონი და როგორც არის კონსტიტუცია. ყველაფერი დანარჩენი არ არის არსებითი. ქიბარმა უკანონოდ ვის რა აჩუქა, უკანონოდ რა მიიღო, იმიტომ რომ ეს საფუძველი, რომელიც გუშინ მოსამართლე ურთმელიძემ მიიღო, კანონიერ საფუძველს მოკლებულია. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქართველ ხალხს ეს ერთი სიტყვის თავისუფლება შეუზღუდა, რომელიც ობიექტურად აშუქებდა ყველაფერს იმის ნაცვლად, რომ საქმე ეკეთებია და საქმით იყოს და თავის დაპირებებით იყოს დაკავებული, აი ესეთნაირად ასანტაჟებს ჩვენს ტელევიზიებს და ეს ასეთნაირად კარგად არ დამთავრდება მათთვის. მე არ მინდა საქართველოში დამყარდეს დიქტატურა. სიტყვის თავისუფლებას აქვს ძალიან დიდი ფასი ჩემთვის. და როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ჩვეულებრივად და მე ვთვლი, რომ აქ იმაზე გაცილებით მეტნი მოვალთ, როდესაც ჩვენ მართლა რეალურ საშიშროებას დავინახავთ, იმიტომ რომ მოქალაქეობრივი ვალი ჩემთვის არის ყველაზე დიდი ვალი ამ ქვეყანას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ამბობს, რომ რუსთავიორის საქმეზე მოსამართლის ბოლო გადაწყვეტილება მას კითხვები დაუტოვა. ანი მიროტაძე აცხადებს, რომ საჭიროა დასაბუთდეს თუ რატომ გახდა აუცილებელი დროებითი მმართველის დანიშვნა. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელთა საკითხი წლების განმავლობაში გაურკვეველი იყო და რუსთავიორი კანონიერ მეპატრონეებს უნდა დაუბრუნდეს. რუსთავიორი ბევრი წლის განმავლობაში იყო იარაღი ხელისუფლების ხელში, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის ახლა. დღეს არის სხვა მოცემულობა და მოცემულობა არის შემდეგი, რომ რუსთავიორის ირგვლივ არსებობს გარკვეული ბუნდოვანება და ეს ბუნდოვანება უნდა
რაც შეიძლება უსწრაფესად უნდა გაქრეს. თუ ამისთვის საჭირო არის მყისიერი რეაგირება საკონსტიტუციო სასამართლოში, მაშინ მე დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემთხვევაში სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის 2600 წლიანი მეგობრობა კიდევ მრავალ საუკუნეს გაგრძელდება და გაღრმავდება. ამ სიტყვებით დაიწყო ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ იული ედელშტეინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. საქართველოში ვიზიტით ყოფ ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაციას დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. ღარებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილეს. ჩვენი ურთიერთობა ვითარდება სწრაფად და სწორი მიმართულებით. კმაყოფილები ვართ უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღწეული გადაწყვეტილების გამო. ვხედავთ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის შედეგებს, განვიხილეთ საერთაშორისო ვითარება და ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველო. არსებობს კარგი შესაძლებლობა ორივე მხარე დავეხმაროთ ერთმანეთს და გაუზიაროთ გამოცდილებები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტ შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ასევე ყურადღება გამახვილდა ინვესტიციების მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მოსახლეობას ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორიული საფუძველი გააჩნია. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მარნეულში სამაცივრე მეურნეობაც მოინახულეს. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. უკრაინაში ქვეყნის იუსტიციის ყოფილი მინისტრი დააკავეს ელენა ლუკაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ეჭვმიტანილი ექს-მინისტრი 2015 წლის სექტემბრიდან იძებნებოდა. ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა ტერაქტი გამხდარიყო ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თვით მფრინავში ბომბი იყო. გამოძიებას შეერთებული შტატები დამოუკიდებლად ჩაატარებს და საბოლოო პასუხი ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ წინასწარ, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კატასტროფის მიზეზი უკვე ვიცით, აღნიშნა ობამამ. ეგვიპტეში მომხდარ კატასტროფას 224 ადამიანი ემსხვერპლა. მასშტაბური კატასტროფა ბრაზილიაში მინას ჟერაისის შტატში დამბის გარღვევის შედეგად მაღარო დაიტბორა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით 200 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, ბევრი ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრატივიმ და ზოოკლუბმა გაავრცელეს. პალიტრატივი კიდევ ერთ საინტერესო ვიდეოს ავრცელებს. კადრებში ჩანს 1 წლის ბავშვი, რომელიც კედელზე თავისუფლად ადის. მეცნიერებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც აღბეჭდილია ყველაზე დიდი ზვიგენი, რომელიც მათ ოდეს მეუნახავთ. თეთრი ზვიგენი, რომელსაც მუქი ლურჯი დაარქვეს, დაახლოებით 6 მეტრის სიგრძისაა და მკვლევარების თქმით ის 50 წლამდე იქნება. პატარა თევზებსა და გალიის სიახლოვეს მოსეირნე თეთრი ზვიგენის ვიდეოს CNN-ის ოფიციალურ გვერდზე 2 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. დაბოლოს დღის სხვა ამბები. ამხანაგური მატჩი ნომერ 11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სპორტული ღონისძიება სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. მინისტრებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა ფეხბურთი არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ითამაშეს. სტუმრებმა არასრულწლოვანებს საჩუქრად სპორტული აქსესუარები გადასცეს. სასაფაჩულიას მესამე ორმაგი დუბლი NBA-ის მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის მეხუთე მატჩში. სპორტალჯის ინფორმაციით, დალას მავერიქსმა შარლოტ ჰორნეტს უმასპინძლა და ანგარიშით 94-ით ასრვა დაამარცხა. ქართველი ცენტრი ტეხასელთაგან საუკეთესოდ დასახელდა, თუმცა მის ასპარეზობას ელფერს მხოლოდ დალასელთა მარცხი უკარგავს. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ.
ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა, ნახვამდის.